2008 წლის შემდეგ პირველად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რუსი კოლეგებისგან წერილი მიიღო. რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ნიკოლაი ტოლსტიხის წერილში ნათქვამია, რომ 19 ან 21 წლამდე ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები თანამეგობრობის თასის 22 გათამაშებაში მიიწვიეს. წერილთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა განცხადება დღეს გააკეთა. ზვიად სიჩინავა ამბობს, რომ ისინი თანამეგობრობის თასზე მონაწილეობას არ მიიღებენ. ფეხბურთის ფედერაციაში რუსეთიდან გამოგზავნილ წერილს დღესვე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანიც გამოეხმაურა. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ფედერაციის პრეროგატივაა და ის ამ საკითხში ჩარევას არ აპირებს. თანამეგობრობის თასი 22 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით ქალაქ სანქტ-პეტერბურგში გაიმართება და მასში მონაწილეობას ყოფილი დსთ-ს ქვეყნები მიიღებენ. სამწუხაროდ ცოტა გვიან იყო ეს შემოთავაზება შემოსული, ამიტომ ჩვენ უკვე ვერაფერს ვერ შევცვლით კლუბებს, სადაც თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები, უკვე აქ დაგეგმილი აქვთ სხვადასხვა ტურნირები და მოსამზადებელი პერიოდი, იცით რომ ეს ბიჭები უკვე თამაშობენ უმაღლეს ლიგაში და სამწუხაროდ ჩვენ ამ ტურნირში ვერ მივიღოთ მონაწილეობას. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიძახით და პოლიტიკა და სპორტი უნდა გავმიჯდოთ. ამ შემთხვევაში თუ ეს მისაღები იქნება ფეხბურთის ფედერაციისთვის და იგი ჩათვლის, რომ ნაკრების მზადებისთვის ეს შეჯიბრება არის გამოსადეგარი, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ რა თქმა უნდა ვიქნებით მხარდამჭერი.